გამარჯობა. დღეს ავაწყობთ Strauss-ის ბრენდის motovlogs 7 ცხენის ძალიან სრული ღერძით. არის SG 1000 GS-ის მოდელი. ყველა საჭირო დეტალი გვაქვს აგერ დასაწყობად, დანარჩენს ნელ-ნელა ეტაპობრივად აგიხსნით. პირველ რიგში ვაწყობთ საბურავს. გავუყურეთ როგორ არის საბურავის ღერძი ყოველთვის ყენდება და მხრიდან, აი რეზბებიც აქედან აქვს. ადვილია გარჩევა. საბურავი აწყობილი გვაქვს, სანამ საბურავს დავაყენებთ ჩვენს motovlogზე. აუცილებელია ჯერ ღერძის კალიცო და ფიქსატორი დავაყენოთ, რომელიც გამოიყურება ასე და აქვს თავისი ჭრილი, სადაც უნდა ჩაეჭიროს. ეს მარჯვენა მხარე, ესეთ მარცხენა მხარე. ამის შემდეგ გადავუჭერთ ამას, რა თქმა უნდა. სანამ საბურავს დავაყენებთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საბურავი სწორად დავაყენოთ. უყურეთ საბურავს როგორი ჭრილები აქვს მიმართულებებით, ეს უნდა იყურებოდეს ყოველთვის წინ. ამოვაყენოთ motovlog ფეხზე და დავაყენოთ თავის სადგომ ფეხზე. ამის შემდეგ გადავდივართ პირველ რიგში ვაყენებთ ჩვენი motovlogის რულის სამაგრ ფეხს. დავაყენოთ ჩვენი motovlogის რული. ამის შემდეგ გადავდივართ ჩვენი motovlogის უკუსვლის გადამულობის და გაზის ტროსის დაერთებას. ეს გახლავთ motovlogის გაზის ტროსი, რომელიც ყენდება აქ და ადვილად რომ მიუდგეთ, აუცილებელია მოვხსნათ აერის ფილტრი. შემდეგ ვატარებთ თავის ფიქსატორში და რა თქმა უნდა ეს დამჭერი არის, რაც აფიქსირებს ჩვენს ტროსს. გადავამოწმოთ ახლა მუშაობს თუ არა. ბატონო. ამის შემდეგ ვაბრუნებთ აერის ფილტრს თავის ადგილზე. ჩვენი გაზის ტროსი დაერთებულია. ეს გახლავთ უკუსვლის ტროსი, რომელიც ყენდება ასე. დან არ იყო ჩვენს ტროს ჩასჯდომისთვის აქვს არეგულირებელი აქ ზევით. დავარეგულირებთ აქედან ტროსის სიგრძეს. ახალ სინჯოთ. ბატონო. უკუსვლის ტროსი დაერთებულია, დაგვრჩა გადამულობა, რომელიც ყენდება ასე. გადამულობაც დაყენებული არის. ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ეს გახლავთ ჩვენი motovlogის ფრთების უკანა სამაგრი, რომელიც ყენდება აქ. ამის შემდეგ დავაყენოთ წინა სამაგრები. ამის შემდეგ ვაყენებთ ჩვენს გრილოებს. ჩვენი motovlogის გრილოები დაყენებული არის. ეხლა დავაყენოთ სიჩქარის გადამრთველი. ამის შემდეგ ჩამქრობი. ეს გახლავთ ჩვენი motovlogის ჩამქრობი. რა თქმა უნდა, ოფზე ჩაქრობა, ონზე დაქოქვა არის. ყენდება რა თქმა უნდა გადამულობის ქვეშ.
ჩვენი ჩამქრობის კაბელს აქვს ორი ფერის კაბელი, რომელიც არის ყვითელი და შავი. ყვითელი არის მასა, რომელიც ასე დავაყენებთ. რაც შეეხება ეს შავი კაბელი, დგება აი აქ. ჩამქრობით დაერთებული არის. ეს გახლავთ ჩვენი motoblokis mini შესანახი სათავსო, რომელიც ყენდება აქ. დაყენებული არის. ახლა დავაყენოთ ჩვენი motoblokis მისამელის ჩასამელის ჩარჩო. ჩვენი motoblokis სრულად აწყობილი არის. აჰა, აგიხსნით აპკატკას და ძრავში რა როგორ ისმება, ასე შემდეგ. ეს გახლავთ ძრავში ზეთის ჩასასხმელი. ეს გახლავთ ძრავიდან ზეთის გამოსაშვები. ეს არის რედუქტორში ზეთის ჩასასხმელი. ეს გახლავთ რედუქტორიდან ზეთის გამოსაშვები. ძრავში ისმება 1040 ზეთი, 700 გრამი. ხოლო რედუქტორში ისმება 80-90 ლიტრა და 800. აუცილებელია პირველი დაქოქვის დროს გავატაროთ აპკატკა. 3 საათი უნდა ვამუშაოთ motoblokis ადგილზე სიარულის გარეშე. საათში ერთხელ უბრალოდ 10 წუთით ჩავაქროთ და შევასვენოთ. ხოლო ბოლო ჩაქრობას რო ჩავაქრობთ, დავაცადოთ ძრავი გაგრილდეს, ამის შემდეგ ძრავიდან ზეთი გამოუშვათ, ჩავასხათ ახალი ზეთი და მაგის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყევით motoblokis ყველანაირად. უბრალოდ აპკატკის შემდგომ ძრავში ზეთს რო შევცვლით, აქედან დაახლოებით 10-12 საათი უნდა დავინიშნოთ და ისევ შევცვალოთ ძრავში ზეთი. ეს უბრალოდ ჭირდება აპკატკის შემდეგ. თორემ ყოველი მომდევნო შეცვლა ძრავში ხდება 20-25 საათიანი მუშაობის შემდეგ. ორჯერ ძრავში რო შევცვლით ზეთს, ერთხელ უნდა შევცვალოთ რედუქტორში. რაც შეეხება საწვავს, სუფთა საწვავზე მუშაობს, რეგულარზე ან პრემიუმზე, სუპერი არასდროს არ ჩავასხოთ.